საუდის არაბეთმა და ქუვეითმა კვლავ გახსნეს გზა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალისთვის სპარსეთის ყურეში და ირანის რეჟიმმა დაკარგა ერთ-ერთი იმ იშვიათი პოლიტიკური გამარჯვებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ცდილობდა ტრიუმფად გაესაღებინა. ამ პარასკევს 2026 წლის 8 მაისს ცვლილება პირდაპირ თეირანის წინააღმდეგ მოქმედებს. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა და ქუვეითმა დაბლოკეს ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენება, ამერიკული ოპერაციისთვის ჰორმუზის სრუტეში მათ მოხსნეს ეს შეზღუდვები. და ეხლა დონალდ ტრამპს ეძლევა შესაძლებლობა განაახლოს პროექტი თავისუფლება თვითმფრინავებით, გემებით, საესკორტო ძალებით და უფრო ძლიერი რეგიონული მხარდაჭერით. Reutersმა Wall Street Journal-ის ციტირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა და ქუვეითმა შეაჩერეს შეზღუდვები შეერთებული შტატების სამხედრო წვდომაზე. თუმცა თავად Reutersმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერ ვერ შეძლო. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, ისეთი სანდოობით, როგორიც მხოლოდ მილსონ ალფს შეუძლია. მიმბევრობა დაიწყო შოკით თავად სპარსეთის ყურის ალიანსის შიგნით. დონალდ ტრამპმა წამოიწყო თავისუფლების პროექტი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და სავაჭრო გემების დასაცავად, მაგრამ საუდის არაბეთმა შეზღუდა თავისი ბაზების ნაწილისა და საჰაერო სივრცის გამოყენება. ქუვეითიც იგივე შეზღუდვებს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებამ დაასუსტა. ამერიკული ოპერაცია პირველ ეტაპზე, რადგან ვაშინგტონს სჭირდებოდა საჰაერო დერეფნები, ახლომდებარე ბაზები, რადარი, თავდაცვა და ლოგისტიკა გემების ესკორტისთვის, ირანის ზეწოლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგობამ პირდაპირ დაარტყა პრინცი სულთნის ბაზას და გაართულა ამერიკული მისია, რადგან რიადი შიშობდა ირანისანის საპასუხო ქმედებას საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ. ამ პერიოდში თეირანმა სცადა საუდის არაბეთის ბლოკადის პოლიტიკურ გამარჯვებად გადაქცევა. ირანის რეჟიმმა ყურის ქვეყნების ხოყმანი აღიქვა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონზე ზეწოლა მუშაობდა. რევოლუციურმა გვარდიამ დაიწყო მოქმედება ისე, თითქოს შეძლო ამერიკელი მოკავშირეების დაყოფა, ოპერაციის შეჩერება და ტრამპის გეგმაზე ხარჯის დაკისრება. ირანისთვის ეს დიპლომატიური ზეიმი იყო. შეერთებულ შტატებს ჰყავდა გემები, ძალა და რიტორიკა, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდებოდა იმავე რეგიონულ პარტნიორებში, რომლებსაც უნდა დაეცვა. თუმცა ეს შეფასება დიდხანს არ გაგრძელებულა. ირანის დაჟინებულმა მცდელობამ შეენარჩუნებინა ყურადღება ზღვაზე და ამერიკულ ძალებთან შთებთან შეტაკებებმა საუდის არაბეთი და ქუვეითი ისე უფრო მკაცრ პოზიციაზე დააბრუნა. მოტრიალება მაშინ მოხდა, როცა საუდის არაბეთმა და ქუვეითმა ვაშინგტონისთვის გზა კვლავ გახსნეს. Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული და Reuters-ის მიერ ხელახლა გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნა, რაც ამერიკელ და საუდის მაღალჩინოსნებს შორის მაღალი დონის კონტაქტები შედგა. ამის შედეგად თავად პროექტი ლიბერდადე აღარ არის მხოლოდ საზღვაო ოპერაციებზე დამოკიდებული და კვლავ იღებს მხარდაჭერას ხმელეთიდან, ჰაერიდან და რეგიონული უკანახაზებიდან. ტრამპისთვის ეს ნიშნავს, რომ შეუძლია კომერციული გემების ესკორტირება უფრო ახლო საჰაერო დაფარვით, ასევე მოკავშირე ტერიტორიაზე ბაზების გამოყენება. ასევე გაზარდოს ზეწოლა ირანულ სტრუქტურებზე, რომლებიც გამოიყენება დრონებისთვის, რაკეტებისთვის და სადაზვერვო მიზნებისთვის ყურის რეგიონში. ამერიკული სამხედრო პასუხი უკვე გამოჩნდა ადგილზე. 2026 წლის 7 მაისს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ განახორციელა საპასუხო დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილებზე, სარდლობის ცენტრებზე და სადაზვერვო სტრუქტურებზე. Reuters-ის მიერ ციტირებული განცხადების მიხედვით, ეს დარტყმები მოჰყვა ირანის ქმედებებს ამერიკული ძალების წინააღმდეგ. იგივე ცნობაში აღნიშნულია, რომ ირანმა გაუშვა რაკეტები, დრონები და მცირე ზომის მოწყობილობები გემებიდან, მაშინ როცა 3 ამერიკული გამანადგურებელი ხომალდი გადიოდა ჰორმუზის სრუტეში, თუმცა არც ერთი ამერიკული ობიექტი არ დაზიანებულა. ყველაზე კონკრეტული ფაქტი ამ დროისთვის ისაა, რომ ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანულ ოპერაციებთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებს დაარტყა სპარსეთის ყურეში, მაშინ როცა თეირანი ამერიკას ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. საუდის არაბეთის მნიშვნელობა მის გეოგრაფიულ და სამხედრო წონაშია. პრინცი სულთნის ბაზა, რომელიც საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მნიშვნელოვანი რგოლია ამერიკული ავიაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რეგიონული ოპერაციებისთვის. როდესაც რიადმა ამ ცდომის ნაწილი დაბლოკა, ტრამპს სწრაფი მოქმედებისთვის ნაკლები შესაძლებლობა დარჩა. როცა რიადმა უკან დაიხია, გზავნილით შეიცვალა. ირანმა ვერ შეძლო განხეთქილების შენარჩუნება შიგნით, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ დრო ამერიკული სტრუქტურები იგივე სია მიუთითებს, რომ კატასტროფა ბრძოლას უდეიდში მიიყვანს. ბარეინი მასპინძლობს მეხუთე ფლოტს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ ალდაფრა, ხოლო საუდის არაბეთი მასპინძლობს პრინც სულთანის ბაზას.
ეს ქსელი ხსნის, რატომ არ არის საჰაერო სივრცისა და ბაზების გახსნა ბიუროკრატიული დეტალი. ეს არის განსხვავება შეზღუდულ საზღვაო ოპერაციასა და ხანგრძლივ რეგიონულ კამპანიას შორის. რევოლუციური გვარდია, რომელმაც სცადა საწმისი საუდის უკანდახევის აღნიშვნა, ახლა ხედავს, რომ იგივე კარი მის წინააღმდეგ იღება. ირანის რეჟიმმა დადო ფსონი, რომ კონფლიქტის გაფართოების მუქარა შეაშინებდა რიადს და სხვა სპარსეთის ყურის მონარქიებს. პირველ ეტაპზე მართლაც შეაშინა, მაგრამ საზღვაო ზეწოლამ და ამერიკულ ძალებზე თავდასხმებმა გარემო შეცვალა. ეხლა თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს გააძლიეროს ესკორტი, ან დაარტყას გამშვებ ობიექტებს, მას რეგიონში უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე მაშინ, როცა ოპერაცია შეჩერდა. ირანული ზეიმი მტკივნეულ გათუად გადაიქცა. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები სპარსეთის ყურეში, როგორც წესი, სერიოზულ შედეგებს იწვევს მათთვის, ვინც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ რეგიონულ წესრიგს წინააღმდეგება. 1990 წელს სადამ ჰუსეინმა ქუვეითი დაიპყრო და საუდის არაბეთი საფრთხის ქვეშ დააყენა. ამერიკის პასუხი დაიწყო ოპერაცია უდაბნოს ფარით, როდესაც 500,000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო საუდის არაბეთში გაგზავნეს. 1991 წლის იანვარში კამპანია გადაიქცა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლად. თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, კოალიციამ განახორციელა 116,000-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა, ხოლო სახმელეთო ფაზა დაახლოებით 100 საათს გაგრძელდა ქუვეითის გათავისუფლებამდე. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კოალიციაში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. თეირანისთვის ეს გაკვეთილი მძიმეა. როდესაც სპარსეთის ყურის მონარქიები ვაშინგტონს ბაზებს, საჰაერო სივრცეს და ლოგისტიკას უთმობენ, საფრთხესა და სამხედრო პასუხს შორის დისტანცია მკვეთრად მცირდება. ასევე ქვეყნები აჩვენებენ, როგორც ცulis მოკავშირებაზები კრიზისს. ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ შეერთებული შტატები რეგიონულ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული ხანგრძლივი ოპერაციების გასამართად, საჰაერო დერეფნებით, საწვავით მომარაგებითა და მხარდამჭერი ბაზებით. ერაყში 2002-2003 წელს ვაშინგტონმაც გამოიყენა რეგიონული ქსელი, რათა სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა მოეხდინა სადამ ჰუსეინზე. მიუხედავად იმისა, რომ ომმა ღრმა შედეგები დატოვა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიმე წლის შემდეგ ყატარში, ქუვეითში, ბაჰრეინში, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ბაზები დაეხმარა დაბომბვების, დაზვერვისა და კოორდინაციის შენარჩუნებას. ეს მოდელი მეორდება. როდესაც მოკავშირეები სივრცეს უთმობენ, ამერიკული ძალა მხოლოდ შორეული ყოფნა აღარ არის და მუდმივ ზეწოლად იქცევა. ზუსტად ამას ცდილობდა ირანი თავიდან აეცილებინა სპარსეთის ყურეში. ეხლა კი რა მოხდება შემდეგ? სამ ნაბიჯზეა დამოკიდებული. პირველი ნაბიჯი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების ესკორტის აღდგენაა. მეორე ნაბიჯი საუდის არაბეთსა და ქუვეითში ბაზებისა და საჰაერო სივრცის უფრო ფართოდ გამოყენებაა ამ მარშრუტების დასაცავად. მესამე ნაბიჯი ირანის რეაქცია ამერიკული ყოფლის ნაკლებად შეზღუდულ პირობებში. თუ თეირანი დაჟინებით იმოქმედებს, რევოლუციური გვარდია შეიძლება კვლავ გახდეს თავდასხმების სამიზნე, დრონების, რაკეტებისა და სარდლობის სტრუქტურებზე. ირანის პოლიტიკური მარცხი დროის ხაზზეა. ჯერ საუდელებმა დაბლოკეს წვდომა და რეჟიმმა ეს ისე აღნიშნა, თითქოს თავისუფლების პროექტი დაემხო. შემდეგ თავდასხმებმა და არასტაბილურობამ სპარსეთის ყურეში აჩვენა, რომ ირანული საფრთხე მონარქიებსაც უქმნიდა რისკს. ეხლა საუდის არაბეთი და ქუვეითი უკან იხევენ შეზღუდვებისგან. ტრამპი იბრუნებს მანევრის შესაძლებლობას და რევოლუციური გვარდია უფრო ახლო, უფრო სწრაფ და უფრო ძნელად უგულებელსაყოფ ამერიკულ პასუხს აწყდება. თეირანი ფიქრობდა, რომ შეძლებდა შეერთებული შტატების იზოლირებას სპარსეთის ყურეში. საუდის არაბეთისა და ქუვეითის გახსნას აპირისპიროს აჩვენებს. ირანმა გამოიწვია კრიზისი და საბოლოოდ თავისი მეზობლები ვაშინგტონის სამხედრო მფარველობის ქვეშ მიაბრუნა. მე ვარ მილსონ აუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ აუესის საზოგადოებაში.